Თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე ასეულობით ხელის ანაბეჭდი დარჩა დღეს იმ ბანერებზე, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იყო მიტანილი. თბილისი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, თელავი ესის ქალაქებია, სადაც მოსახლეობა ერთი მიზნით შეიკრიბა: შეწყდეს ქალებზე ძალადობა. დღეიდან დაიწყო ხელმოწერების შეგროვებაც. პეტიციის ავტორები აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას მიმართავენ და ძალადობის პრევენციას და მასზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ. ხელის გული და ესე ხელით ჩვენ ძალადობას ვაჩერებთ. ხელის გულებით მოხატული ხელოვნური კედელი თბილისში პარლამენტის შენობის წინ ქალთა მოძრაობის მთავარი გზავნილის გამომხატველი გახდა. ადრესატი ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება. შეაჩერე ძალადობის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად დაწყებულმა კამპანიამ წვიმის მიუხედავად დედაქალაქში მაინც შეკრიბა განსხვავებული პროფესიის ადამიანები, ქალები, კაცები და მცირეწლოვანი ბავშვებიც. ერთი აქციით მსგავსი ძალადობის შეჩერება არის შეუძლებელი, ჩვენ ამის ილუზია არ გვაქვს. ეს არის პირველი აქცია, რომელიც ჩავატარეთ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. აი ამ აქციის მოთხოვნებში არის კონკრეტული პუნქტებიც ჩამოყალიბებული, რომელიც მიმართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი მუშაობის მოთხოვნით. არა ძალადობას ქალებზე. აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები აქციის მონაწილეებმა პეტიციაში გააერთიანეს. ხელმოწერების შეგროვება დღეიდან დაიწყო. ორგანიზატორები ძალადობის პრევენციას და მასზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ. ველოდებით იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს გაიგებს, რომ ქალზე ძალადობის აღმოფხვრა ეს უნდა გახდეს მისი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა. მოგუწოდებთ ხელისუფლების სამივე შტოს, რომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფრთხელად, ქალთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ყველა სფეროში. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს საქართველოს 23 ქალაქში გამართული მანიფესტაციით შეუერთდა. რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი ქალებს დღეს სოლიდარობა თითქმის ყველა რეგიონმა გამოუცხადა. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდის მძიმე სტატისტიკამ გააერთიანა. 2014 წელს ძალადობას 24 მსხვერპლი ქალი ყავს. ამ აქციას არ მინდოდა შვილო რომ მომკლებოდი დე არ მინდოდა დე ძალადობი მსხვერპლიო ჩემი ლამაზი გოგო. თუ საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, იგნორირებას მოახდენს, ესეთი კვლელობები გაგრძელდება. რიგით მოქალაქეებს და სამოქალაქო სექტორს დღეს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ქალთა უფლებების დაცვა პეტიციის ელექტრონულ ვერსიაზე ხელმოწერის დატოვებითაც არის შესაძლებელი. ამის შემდეგ მოთხოვნები ადრესატებს დაეგზავნებათ.